ეს ოპოზიცია დიდი ხნის წინ დაექვემდებარა რა იმ ლიბერალურ კლასს. დაქვემდებარებული იყო სრულიად, ანუ ჩვენ ხო ამბობთ რომ აგენტები არიან და დაქვემდებარებული იყვნენ. ეხლა რა მოხდა, რა ხდება საქართველოში? ანუ საქართველოში თქვა თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებიდან ეხლა საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული გახდა, მოდი ესე ვთქვათ, გაიზარდა და მეტი გაიგო ლიბერალურ კლასს შორის. მეტი გაიგო იმასთან დაკავშირებით, რა ჭირდება მის ქვეყანას. ეხლა რა ხდება? ეს ტიპები, ესე დავარქვათ, მოდი ეს ოპოზიციონერები, საზოგადოებას არ ელაპარაკებიან. ეს ხალხი დადის და მე ჩვეულებრივ მოქალაქე უყურებ, რომ ჩადიან საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში, ჩავლენ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სადაც ხელი მიუწვდება, დაუჯდებიან და იქაურ ეგრეთ წოდებულ რაღაცა პარლამენტარებს, იქ მერე აგერ ევროპარლამენტში ჩადიან, ეუთოს საპარლამენტო რაღაცა კომისია იქ აქ და ამომრჩეველს ხედავენ იქ იმ ქვეყნებში. ანუ სინამდვილეში თქვათ, იქ ნებისმიერ საპარლამენტო კომისიასთან საუბარს ერთ გლეხ კაცს დაელაპარაკონ, რომელიმე ნებისმიერ სოფელში ის ჯობია, ის ურჩევნია. საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს. მე რომ ხედავ, რომ მას არ აინტერესებს, თქვათ, სანამ რაღაცა ბედიღბალთან დაკავშირებით გადავიდოდეთ, მას არ აინტერესებს ქართველი მოსახლეობის აზრი. არ მელაპარაკება, საერთოდ არ მელაპარაკება. ჩავა ნებისმიერ ქვეყანაში და იქიდან რაღაცა ნოტაციებს გვიკითხავენ, ამას ვიზავთ, იმას არჩევნებზე სხვა აღარ ლაპარაკობენ, ხო ფაქტია, კაცო. გვეუბნებიან, რომ ჩვენ ხელისუფლებას არჩევნებს ვერ მოუგებთ. ამიტომ იქ ვიღაცებს ეხვეწებიან, რომ როგორმე ხელისუფლება ჩამოაყირავეს, რომ ჩვენ ხელისუფლება ჩავიგდოთ ხელში. ეს ხო არის რეალური სურათი. სხვა ხო არაფერი არ არის. ანუ პირველ რიგში მე საზოგადოების წარმომადგენელი ხედავ, რომ ეს ხალხი საზოგადოებას არ ელაპარაკება, ანუ მე არაფრად არ მივაჩნივარ. ჩემი აზრი მას არ აინტერესებს. ესეც, რა თქმა უნდა, ავტომატურად დაქვემდებარებულია უცხო ქვეყნების წარმომადგენლებზე, რომლებსაც ეუბნებიან, რომ თქვენ მიიღეთ ყველანაირი გადაწყვეტილება. ეს არის სურათი. ეს ერთი. მეორე, ამ დროს ხელისუფლებამ ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, მათ დეგრადაციას, ხელისუფლებამ დაანახა, ხელისუფლება საზოგადოებას ელაპარაკება, აჩვენებს, რომ თქვენთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ რა მიმართულებით წავიდეთ, სუვერენიტეტთან დაკავშირებით, როგორ თქვათ, ყარად ვიყოთ, ეკონომიკა როგორ განვავითაროთ, ანუ მე ველაპარაკები ხალხს ხელისუფლება და საზოგადოების ხარდაჭერას ამ ნაწილში ვგრძნობ. რას მიპირისპირებს ამ დროს ოპოზიცია? არაფერს. იმის ნაცვლად გავანებოთ თავი ხეს არჩევნებს მილიონჯერ ვილაპარაკეთ, რომ ესენი არც ამ არჩევნებს კი არა ხელმეორედ რო არჩევნები ჩანიშნოს, ის არ უნდათ. ეს არის ჩვეულებრივი შირმა არის, ხო? ეხლა რო რაღაცა პრეტენზია და პროტესტი რომ უნდა განაცხადონ, თორე ხვალ რო დაინიშნოს, შეიძლება ის გააპროტესტონ. ეხლა რატო დაგვინიშნეთ არჩევნებს? ეს არის გამორიცხული. ანუ დავდექით იმ მოცემულობის წინაშე, როდესაც საზოგადოების აზრი და ხელისუფლების აზრი ერთმანეთს დაემთხვა, ანუ წეგან მე რატო გავამახვილე ყურადღება, რომ ძალიან დამოკიდებულები არიან მეთქი. სულ რამდენიმე საკითხი იყო პოლიტიკურ სპექტრში, აი ამ მოცემულობაში, სადაც შეიძლებოდა მათ პოზიცია შეეცვალათ. კი ბატონო. ისი აშკარად არ დამდგარიყვნენ, იძულებულები იყვნენ, იმიტომ რომ აგენტები არიან, ხაზი გაუსვათ და სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, მაგრამ მათ რომ დაეფიქსირებინათ, მაგალითად, LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით, სულ ცოტა ირიბად ის საკითხი ხო ყველამ კარგად იცის, რომ ქართველებში LGBT პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით მეტი მხარდაჭერა ექნებოდა ხელისუფლებას. წინამდე კაც არ დასულათ სიმართლე. არა, როგორ არ წავიდნენ კაცო. მოგონილი თემა. ძალიანაც არ გაუხურებიან. რა უნდა ექნათ? მოგონილი თემა და რაღაცებს იგონებენ და ესეც არ არის. LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით იყო. ხო, ნუ ძალიან უსუსური პოზიცია ჰქონდა. ომთან დაკავშირებით იყო, წინაზეც აღნიშნეთ, ხო? დაიმასორი აზრი და გავაკეთე. ესე იგი ჩვენ ხო შეიძლებოდა კაცო, ხო შეიძლება მარტივად სადღაც ხარდაჭერა გამოეცხადებინა ცუცუდა და ერთი ფაქტიც და მე გავაგზავნე. ეხლა ამ ბოლო დროს შემოიტანა ხელისუფლება ნარკოტიკებთან დაკავშირებით გამკაცრების საკითხი და აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო კერძო კომპანიებს რო შემოაქვთ და ჩანაცვლებითი თერაპიები რო ფსიქოტროპულ წამლებთან დაკავშირებით. ყველაფერზე პროტესტს აცხადებენ, ანუ საზოგადოების ალბათ 99%-მა დაინახა, რომ ეს კარგია, ამას ხელისუფლება
უпростоრად სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, რომ არ შეიძლება რომ კონტროლიდან გასული იყოს, ხო? გადაიზრდება სხვა რაღაცებში. ამასაც კი აპროტესტებენ, ანუ ყველაფერს აპროტესტებენ, რაც ხალხისთვის არის კარგი. ამიტომ დაკარგეს ხარჯაჭერა ესე უცბად და დამთავრდა. ძალიან მნიშვნელოვანია მივედით ერთ დასკვნამდე. რაც ვამბობ, რომ აღარ არსებობს ოპოზიცია, ოპოზიცია აღარ არსებობს, ნიშნავს იმას, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ 800.000-მდე ხმა მიიღეს. ეხლა მასობრივად ციხეში ყრიან სრულიად კანონიერად და ხმას არავინ არ იღებს და აქციებიც მიჩუმატდა და საერთოდ ფეხებზე კიდია მათივე ამომრჩეველს ეს ყოველივე. რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში? მე მგონი თავარი ყველა მიზეზი მისაღებია, თავარი მიზეზი არის ის რომ ომის ეგზისტენცია ვერ გადალახეს. ვერ გაიაზრეს რომ ქართველ ხალხს პირველ რიგში უნდა მშვიდობა. და პირველ რიგში ქართველი ხალხი უყურებს რა ხდება საზღვარგარეთ უახლოეს სამეზობლოში და ეშინია უბრალოდ აი ამ ომის ცეცხლის. და ესენი რას პასუხობენ რუსეთი სუსტია რომ უკრაინა იგებს ომს რატომღაც გულშემატკივრობენ ირან-ისრაელის ომში ისრაელს მე საერთოდ ნეიტრალური ვარ ამ საკითხში მაგრამ ნუ ხდება მილიტარისტული სულისკვეთება ეხძრება და როცა ამას შეულებრივი ობივატელი უყურებს ეშინია უბრალოდ ესენი რო ხელისუფლებაში მოვიდნენ რა გაჩაღდება საქართველოში აი ომის ეგზისტენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი